გამარჯობათ მეგობრებო, დილამშვიდობისა მოგესალმებით ყველას. გუშინ ხომ თქვი რომ მინდოდა გაკეთება იუბილენის პეჩენით ნამცხვრის სტილში. ხო და დღეს დილიდან დავიწყე. ეხლა მე რძე მაქვს დადგმული, ვაკეთებ ფაფას. 9 ლიტრა რძეში ჩავაყარე 4 სუფრის კოვზი შაქარი და 4 სუფრის კოვზი ქვილი. ქვილს ძალიან სავსეს არ ვაკეთებ. დავადუღებ ახლა ამას, მოვხარშავ კარგად და დანარჩენ ეტაპსაც გაჩვენებთ. ამაზე მაქვს საუბარი. კრემისთვის ფაფა იხარშება. ცოტა მოიხარშოთ კიდე. ამამდე ამას გავამზადებ. კარგი დავფუძნოთ, რომ შემოდის სარეცხინო ხმა. ფაფას გადმოვიტანი ამაზე, რომ შეგრილდეს მალე მეთქი. აი სისქის გამოვიდა. ჩავაგდე 250 გრამი კარაქი. მარგარინით არა, კარაქით. ჩავაყრი ახლა ვანილსაც. ჩავთავ მიქსერს და ერთიანად ამოვა. და გაჩვენებთ როგორი კრემია. ნახეთ როგორია. მე ამას გუშიოს აღარ გავუკეთებ. ნახეთ როგორია. 250 გრამს დავუმატე კიდევ კარაქი 50 გრამი. კარგით, ახლა ამას გავასუფთავებ და გაჩვენებთ დანარჩენს. ახლა გადავიტან ამ კრემს პეჩენიებზე. როგორც გინდათ გიყვართ თქვათ ბლომად წავსვით. ზოგიერთს მაგალითად კრემი ისე უყვარს, რომ ცარიასაც შეჭამს და მე მაგალითად არ მიყვარს კრემი მასე. ძალიან გემრიელი კრემი გამოვიდა მეგობრებო, მართ. თუ გინდათ გავუკეთეთ გუშინიც, მაგრამ მე არ ვუკეთებ, იმიტომ რომ ამას ფაფა უფრო ჩაალბობს ამ პეჩენიას, უფრო მალე ვიდრე გუშინიანი. და მაგის გამო არ ვუკეთებ და კრემი ძალიან გემრიელია ასეც. ჩავაწყობ ახლა. ასე ავაწყობ მეგობრებო ყველას. და გაჩვენებთ საბოლოო როგორი ექნება ფორმა. ძალიან ადვილია, მთავარია კრემის გაკეთება, ამას რაღა უნდა. და მე ისეთი გამოდის თითქოს მედოკის ფენებს რომ გააკეთებ. თითქოს ინდაგვარად. ეხლა ეს კრემი ჯერ კიდე თბილი კი არ არის, ანუ სიცხე რომ არის, არ არის ისეთი ცივი მაგალითად. ხოდა სანამ ასეთი თბილად არის, მანამ წავსვენ, იმიტომ რომ უფრო ადვილად ჩაალბობს ამას. ისედაც ჩაალბობს, მაგრამ ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ ადვილია. ეს დავასრულე, მეგობრებო. ზემოდანაც წავსვი კრემი. ახლა გავაკეთებ ბინანქარს. ბინანქარი 2 ლიტრად. 2 ლიტრად 250 გრამი. 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 2 ლიტრად 250 გრამი.
მინანქარს გავაკეთებ ახლა 2 კოლზი შაქრით. და 2 კოლზი კაკაოთი. ცოტა კარაქით. ბევრი არ უნდა. კარაქიდან სიმაგრეს მიცემს. და სულ ცოტა წყალი. მოვადობებ ახლა ამას. როგორ გამიფუჭდა ეს გამიფუჭდა და ეს გავედი რომ იყიდო. კრემი მეგობრებო, ნახევარი კიდევ დარჩა. აი ნახეთ. თქვენ თუ გინდათ ორმაგი დოზით გააკეთეთ. 1 დოზით ეს გამოვიდა რაც არის. ანუ იმ 1 პაჭკა იმით ვამბობ. პეჩენით. შეგიძლიათ მეგობრებო, რამე ხილიც დაამატოთ შიგნით. თქვენ თუ გინდათ. ისეთი გემრიელი გამოდის. მინდა რომ კუთხეებშიც დავასხა. ეს რომ მე გავაჩერებ ახლა და ჩარბილდება და მე მაცივარში გადავიტან, არის ძალიან გემრიელი. აი, საბოლოო ჯამში არის ასეთი. ჯერ ვერ დავჭრი მეგობრებო, უნდა ჩარბილდეს. მე გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში დაჭრილი როგორი იქნება. ახლა მას დრო ჭირდება 1,5 საათი აქ უნდა გავაჩერო და 1,5 საათიც მაცივარში. გაჩვენებთ მე როგორი იქნება, ჩვეულებრივი ნამცხვარივით დაჭრით და მიირთმევთ. მართლა ძალიან გემრიელია, დამერწმუნეთ, ცადეთ. სწრაფი, მარტივი და გემრიელი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ახლა მინდოდა ეს თქვენთან მომეტანა, რადგან ყველაზე ადვილია, მთავარია კრემი გააკეთო და კრემი ამ დოზით საკმაოდ ბევრია. დილას ვერ მოვახერხე მეგობრებო, მოსვლა რაღაც სხვა საქმეები მქონდა. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ეს ვიდეო მაინც გამეკეთებინა და მომეტანა თქვენამდე. ხო, წარმატებულ დღეს გისურვებთ, მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ. აბა საღამომდე.